გამარჯობათ კიდევ ერთხელ მეგობრებო. დღეს დავრეკეთ დედაჩემთან. და დედაჩემმა მითხრა რაღაცაო გამახსენდაო დღესო და გავაკეთეო და რა მეთქი. ხო და კიტრისო სალათაა. ხო და დედა რამდენი ხანია მინდა მაგის გაკეთება და აღარ მახსენდებოდა როგორ ვაკეთებდით მეთქი და ამიხსნა მე დედაჩემმა და ეხლა მეც ვაკეთებ მეგობრებო. ნება ბევრმაც იცით. მე ახლა შევარჩიე ცოტა უფრო შებერებული კიტრი, მაგით უფრო კარგი გამოდის. დავჭრა უნდა ძალიან წვრილად. ამას ბებია ჩემი მახსოვს ჩაჩეხავდა უფრო დანით. ხო და გავაკეთებ ახლა და გაჩვენებთ. რაღაც ცივი საჭმელი მინდოდა და აი ახლა ეს რაც წვრილად დაჭრით მით უკეთესია ამას. შევდგამთ სივარში. ხო და ამას გიგა არ შეჭამს. ამირანიც ცოტას გასინჯავს და ამიტომ ძალიან ცოტას ვაკეთებ. გუშინდელი ისიც მაქვს. ფარშიანი მაკარონი, ჭამეს კარგად, მაგრამ ცოტა არის დარჩენი და ამოიწუროს რომ მე რაღაც სხვა გავაკეთო და დავტოვო გიგას. ერთი დღის მაინც ან ორი დღის. რაღაცას თვითონაც შეწოვს და შეჭამს. არ წამოვიდა არაფრით და ხო. რა გაქვს? ჩვენი აბა. ბატარია? სად ნახე ახლა ეს? ერთთან არაფერი არ უნდა მიიტანო, ხომ იცი? საჭმის გარდა ერთთან არაფერი არ უნდა ჩაიდო. ხო და რაღაცებს დავუტოვე გასაც და დავჭერი ძალიან წვრილად ჩავჩეხე და ახლა სულ ცოტა მარეს დავაკრე. სულ ცოტას, იმიტომ რომ მე ნადუღიც უნდა გავუკეთო. ჩავჩეხე და მარილიც ამას ახლა გავუვარ წყალი და ამოვწურავ რაც შეიძლება კარგად. მე მაქვს მორჩენილი ნიგოზი, ნიორი და ქინძი გატარებული და ამას სულ ცოტა ქინძს შევურევ სიმწვანის გულისთვის, სულ ცოტას. აი, ამოვწურე, რაც შეიძლება კარგად, კიტრი, ნიგოზი, ქინძი და ნიორი დანაყული ჩავაგდე. ცოტა ქინძი ჩავამატე, რადგან უფრო მწვანე მინდოდა და ეხლა ნადუღს. უკეთესია გახსნათ თუ გაქვთ ნაღები ან რძე. მე ახლა არც ერთი რომ არ მაქვს, წყალშიც შეიძლება გავხსნა. ოდნავ წყალში. საბოლოოდ ასე გამოიყურება და არის ძალიან გემრიელი. თუ ნაღებით ან რძით გახსნით, მაშინ ბევრად უფრო გემრიელია, მაგრამ ასე წყალითაც შეიძლება და არის გემრიელი მართლა ოღონდ. ცხელ ჭადთან არის მისწრება თან ცივი. ბაჟეთს გავაკეთეთ თითქოს საცივის სტილში. კვერცხი მოვხარშე და ჩავაწყე ბაჟეში. მეგობრებო, არა დარეულად ვიღებ ყველაფერს, იმიტომ რომ რა ვიცი ხანას ვშობი და გადარბენებში რა როგორ გამომდის აღარ ვიცი. აჩმას შევწვი ეს ის ნაყიდი აჩმა მეთქი რომ თქვი ამას წინათ რომ მოვიტანე. ძალიან გემრიელია მეგობრებო. დავიწყე რაღაცების ჩალაგება. ეს ჭადის ფქვილი ჩავდოთ. აქ არის ტკბილეული რაღაცები და ყავა, რაც ვიყიდე დღეს.
ამაში მაქვს ჩაის სუნელები, ჭურჭლის სახეხი, მაგიდის საწმედი კილოები. ჩალაგების დროს მეჩვენებია კაიყო, მაგრამ ეხლა უკან ვეღარ მოვალაგებ. ყავის მადუღარა და რაღაც ასეთი წვრილმანები. ეს სარეცხი ფხვნილი, ამას ცალკე ჩავდებ მე. ესეც უნდა წავიღო, არისო, მაგრამ წამოიღოსო და რა ვიცი, აბა წავიღებ ჩემ ჩანგალს და ჩაის კოლსაც წავიღებ. მეგობრებო, ჩვენც მოგვიწია 90-იანებში ცხოვრება. შუქი არ გქონდა, ეხლა მოვიდა. რაღაც ნაწილი მქონდა ვიდეოსი ჩაწერილი და მეც რა დღეში ვარ და რა ფორმაში ვარ ვნახეთ. ხო და სულ რომ ვიდეოს გარეშე არ დავრჩე, რაც ჩავალაგე ის გაჩვენეთ და დანარჩენ ბარგს ხვალე დილით მომიწევს ალბათ ჩალაგება, იმიტომ რომ ეხლა გვიანდება, აზრი აღარ აქვს, თან იქით ოთახში თან იკოს წინავს. ვეღარ ჩავალაგებ, თან გელაც მოდის უკვე გზაშია. ხო და ასე რომ ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებ, შუქი ახლა მოვიდა ამ წუთას და ნახეთ რა დღეში ვართ, უშუქოთ ვზივართ. კაი ხანია. და ხო მოვალ. მოვდივარ. უშუქოთ ვზივართ და ვერაფერი ვეღარ გავაკეთეთ საერთოდ. არც ანთელი მქონდა, არც ფანარი და ნუ რაც არის ეს არის და მართლა არ გამევიჩინები, მაგრამ რა ვუყოთ. სულ არ მოსვლას მე მგონი ჯობდა ასე მოსვლა. ხვალე დილით მოვახერხო იქნება და გარგის ჩალაგებაში და სანამ წავალ რაღაც მცირე ვიდეო მაინც ჩავწერო. ხვალ დილამდე მეგობრებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.